თავმჯდომარემ გიორგი ლომი არის დღის ამბების სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. ძალიან საინტერესო შეფასება ჰქონდა თქვენს კოლეგას, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს თქვენს რუსულ ვოიაჟზე. ირაკლი სესიაშვილი ამბობს ესეთ რამს, რომ ეს პოლიტიკური ძალა თვლის, რომ აქვს ხედვა ჩრდილოეთისკენ არგუმენტად რუსეთთან საუბარი. მოაქვთ ალბათ ევროპამ და ამერიკამ არიციან საუბარი და იცის პატრიოტთა ალიანსმა. მოგესალმებით ლევან, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ეხლა ამ განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უბრალოდ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ზოგი ესე ხედავს პრობლემას, ზოგი სხვანაირად. ეხლა ჩვენ როგორც ვხედავთ პრობლემას, ამას პირდაპირ ვამბობთ და მინდა თქვენი ტელევიზიითაც გავიმეორებ. თუ ჩვენ პრობლემა რუსეთთან არ გვაქვს სიტყვაზე ვამბობ და იმ რომელიღაც ქვეყანასთან პრობლემა არ გაგვაჩნია, მაშინ დიალოგი იმ ქვეყანასთან აუცილებლობას არ წარმოადგენს. ვინაიდან პრობლემა არ არსებობს, ჩვენ შეგვიძლია რაღაც პარტნიორული ურთიერთობა ავაწყოთ და ასე შემდეგ. თუ კი არსებობს რეალური პრობლემა და პრობლემა აშკარად არსებობს, ამ შემთხვევაში იზოლაციაში ყოფნა უფრო დიდ პრობლემას ბადებს, ასე ვთქვათ. ამიტომ ვამბობთ, თუ კი არსებობს პრობლემა რუსეთთან, დიალოგი აუცილებელია, რომ ამ პრობლემის ან განეიტრალება მოხდეს, ან ოდნავ შესუსტება, ან და ბოლოს და ბოლოს ხო გეუბნებით რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ რუსეთთან მიმართებაში, თუ გვაქვს ჩვენ იმის თავი, რომ ვთქვათ, სამხედრო ძალით უპასუხოთ რუსეთს, მაშინ სამხედრო ძალით უპასუხოთ, თუ არა გვაქვს ამის თავი, მაშინ ამ შემთხვევაში დიალოგის გზით ვიაროთ. ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იზოლაციაში ყოფნა უფრო დიდ პრობლემას შექმნას. თუმცა ბატონ გიორგი, რამდენად რეალურია და როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან დიალოგი? ის რომ ქვეყანას მთავარი პრობლემა რუსეთთან აქვს, ამაზე თანხმდებით. ის რომ ამ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება არ შეგვიძლია და არ გვინდა ომი, ამაზეც თანხმდებით. თუმცა მე მახსოვს თქვენ როდესაც პირველი ვიზიტით იმყოფებოდით მოსკოვში, მაშინ საუბრობდით, რომ ჩვენ დავიწყებთ მაგალითად საუბარს, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეუშვან საფლავებზე, შეუშვან თავიანთ სახლებში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ დისკომფორტში და მათ ჰქონდათ ელემენტარული გადაადგილების უფლება მაინც მოგვარებული. ამ განცხადებების და ამ ვიზიტების შემდეგ ჩვენ ნახეთ ტატუნაშვილის ამბავი, ნახეთ რამდენიმე გატაცება, როდესაც სალოცავში წასული ადამიანები იყვნენ გატაცებული. ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ აზრი აქვს, ანუ რას ხედავთ, რამ შეიძლება მოიტანოს შედეგი, თქვათ ამ მოლაპარაკებისას? მოლაპარაკებაზე დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს. მოდით ამაზე შევთანხმდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა გზა თუ არ არსებობს, მაშინ ესე იგი ერთადერთი გზა არის დარჩენილი. რაც შეეხება ჩვენს ჩასვლას, ანუ ორჯერ ვიყავით მოსკოვში, რა შედეგი მივიღეთ? ბორდერიზაციის შედეგი, ანუ იმის შემდეგ საზღვარი არ გადმოწეულა. თუ დააკვირდებით თქვენ და თუ გაქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ საზღვარი არ გადმოწეულა. ის რაც მოხდა, რამდენიმე დღის წინ იყო თუ არ ვცდები ბოლო ფაქტი, როდესაც მოხდა ახალი მონიშნობა. არა, საზღვრის გადმოწევა არ ყოფილა, პირდაპირ ვიმეორებ, მაგრამ ამათ ჩვენ როდესაც ვიყავით ჩასული რუსეთში, კიდევ ერთხელ ჩვენ ვალაგებდით სიტუაციას, მაგრამ იმის შემდეგ რაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა ოსეთში, ესე ვთქვათ, ჩვენი მოქალაქის გატაცება, ტატუნაშვილის გულისხმობ, წამება და მოკლა, ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის, გასაგებია, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. ამ ყველაფრის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა რუსეთთან. და ეხლა მე თქვენ გეტყვით ჩემი ბოლო ვიზიტი მოსკოვში, რომელიც არ იყო, ესე ვთქვათ, დაგეგმილი, დაუგეგმავ ვიზიტზე მაქვს საუბარი, წინა სამუშაო ვიზიტი შემეძლია ესე დავარქვა ამ ვიზიტს, მაგრამ მე მქონდა შეხვედრა სხვადასხვა ადამიანთან, მათ შორის რა თქმა უნდა იყვნენ ჩემი კოლეგები, დეპუტატებიც და იყვნენ კიდე ასევე სხვა უწყების წარმომადგენლებიც, ვისაც შევხვდი, მაგრამ ჩვენ საუბრობდით ტატუნაშვილის თემაზე და მე თქვენ გეტყვით, რომ მათი მხრიდან იყო ლოგიკური კითხვა, რომ თქვენ კი ფიქრობთ, რომ რუსეთი არის ჩარეული ამ საქმეში, მაგრამ აი ლოგიკურად იმჟელეთ თქვენ თვითონაც, რომ არჩევნების წინ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთს რაში აწყობდა, ეს ბომბი აფეთქდა ფაქტურად რუსეთის წინააღმდეგ და რაში აწყობდა რუსეთს, რომ ასეთი შავი პიარი აეგორებინა ვინმეს თქვათ რუსეთის წინააღმდეგ. ფაქტია, ეს მოხდა ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია და ისინი არის მათ მიერ კონტროლირებული. ერთი წამით რუსეთმა თქვა ზუსტად ეს პრობლემაა. რუსეთმა ზუსტად ეგ თქვა, ანუ რუსეთის რამოდენიმე წარმომადგენელმა ზუსტად ეს თქვა, რომ ჩვენ ახლა ვატარებთ შინა გამოძიებას, რომ ჩვენ გვაქვს ეჭვი კი არა და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს პრინციპში, რომ
მიზანმიმართულად მოქმედებდა ჯგუფი ოსეთის ან ცხინვალის შიგნით მიზანმიმართულად მოქმედებდა ჯგუფი, რომელიც ამზადებდა მსგავს პროვოკაციას, ოღონდ ეს იქნებოდა ტატუნაშვილი თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მათ სჭირდებოდათ ანტიპიარი რუსეთის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ახლა უბრალოდ სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ტატუნაშვილი აღმოჩნდა იმ უდროო დროს თქვათ იმ ადგილას, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ტატუნაშვილი, იქნებოდა სხვა რომელიმე ქართველი. ასეთი ინფორმაცია აქვთ რუსებს, ატარებენ გამოძიებას და რა გამოძიება რა შედეგს და ერთწამით გამოძიება რა შედეგს დადებს, ამას ალბათ ჩვენ გავიგებთ, რომ ჩვენ მოვითხოვთ რა თქმა უნდა ტატუნაშვილის საქმეზე პასუხის გაცემას, ბუნებრივია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ მართლაც ასეა, რა შეაწყობდა პრინციპში რუსეთს, რომ ასეთი ანტიპიარი აიგორებინათ მის წინააღმდეგ საარჩევნო პერიოდში. არაფერში არ აწყობდა და როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ სხვადასხვა ჯგუფი მოქმედებს, სხვადასხვა ჯგუფი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზეც და სხვაგანაც, ჩვენთან არ კლავენ ხალხს, სიტყვაზე რომ ქართველებს არ კლავენ? ეს ადამიანი გაიტაცეს, აწამეს და მისი შინაგანი ორგანოები, რომელიც საფუძველზეც შესაძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, ჯერ კიდევ არ გადმოცემია ქართულ მხარეს და ჩვენს შესაბამისად ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ არ შევეშვებით არც რუსებს და არც უნდა შევეშვათ არც ოსებს და არც ყველა იმ უწყებას თქვათ, რომელიც უნდა იყოს გარეული და რომელმაც უნდა გამოიძიოს ეს საქმე. არ შევეშვებით, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი. როგორც ოფიციალურმა თბილისმა, ასევე ბუნებრივია რომ დეპუტატებმა და ყველა ჩართული ამ საკითხში. ახლა ვისთან გექნებათ შეხვედრები და რა შემადგენლობით გამგზავრებით? სხვათა შორის თქვენი ბოლო სტუმრობისას იმ ზერკვიციანმა თქვენა თანაფრაქციელმა მედიასთან დააფიქსირა, რომ არც კი იცოდა, რომ წასული ბრძანებოდით და უკმაყოფილება გამოთქვა. ჩემს ფრაქციის წევრთან მე თვითონ როგორ მოვაგვარებ, ჩვენ მეგობრები ვართ და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ რაც შეეხება ემზარკვიციანის განცხადებას, მე მაშინაც თქვი, იქიდან მივეცი ინტერვიუ, არც თქვენი კოლეგა იყო თუ სხვა რომელიმე ტელევიზია, მე ვთქვი, რომ ეს იყო დაუგეგმავი ჩასვლა და ტელეფონით ემზარი არ იმყოფებოდა თბილისში და ტელეფონით აი ზუსტად ამ არსებულმა პრობლემებმა ჩვენ ხო ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენ ხო არასოდეს არ ვსაუბრობთ იმაზე, რადგან ვიღაცამ განცხადება გააკეთა, აუცილებლად ჩვენ სურვილი საიდან მოდიოდა ბატონ გიორგი ამ შემთხვევაში? სურვილი არა, აუცილებლობა, აქ სურვილზე არ არის საუბარი. ჩვენ მე მინდა რომ სწორად გაიგოთ. რამე თავისუფალ ნიშას კი არ ვავსებთ ჩვენ. ანუ ეს ნიშა შევსებული რო ყოფილიყო, ჩვენ უსაქმურად კი არ ვიქნებოდით, უბრალოდ აუცილებლობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ ჩვენ. ანუ დაიძაბა, უფრო რეალურად დაიძაბა სიტუაცია, ვთქვათ, უფრო მეტად დაიძაბა სიტუაცია რუსეთთან ვიდრე იყო დაძაბული, ბუნებრივია რომ აქტივობაა საჭირო ჩვენი მხრიდან. ანუ იყო ეს გეგმიური ვიზიტი უნდა ყოფილიყო ზაფხულის, ესე ვთქვათ, შუა თვეებში, ანუ შეიძლება ივლისში, შეიძლება ივლისის ბოლოს, მაგრამ ვინაიდან ძალიან გართულდა ურთიერთობა, ჩავთვალეთ რომ საჭიროა დაუგეგმავი შეხვედრა და ეს შეხვედრა ანუ ჩავედი მოსკოვში, შევხვდით რამოდენიმე ადამიანს და უკვე დაინიშნა შეხვედრა 20-მდე ამ დაუგეგმავ შეხვედრაზე. ზუსტად იმაზე იყო საუბარი, რომ ჩვენ ორჯერ ჩავედით, გასაგებია რომ ბორდერიზაცია თქვათ შეჩერდა, არ ვიცი დროებით თუ არა დროებით, მაგრამ ჯერჯერობით შეჩერებულია, მაგრამ ის ამოცანები, რისთვისაც ვიყავით ჩვენ ჩასულები, ანუ ტოლვირებმა მიიღონ უფლება რომ მოინახულონ წინაპრების საფლავები, ქართული ლიტერატურა შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ჯერჯერობით ამას ვერ მივახციეთ და ეხლა მესამე შეხვედრა ზუსტად ესე ვთქვათ დაეთმობა ამ საკითხებს და რასაკვირველია საქართველოს მთლიანობა ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, მაგრამ ჩვენ მას არ ვაყენებთ წინა პლანზე ამ შემთხვევაში და ამით არ ვიწყებთ და არ ვამთავრებთ, ვინაიდან ჟენევის ფორმატში აღმოჩნდებით ჩვენ რომ ვიწყებთ საქართველოს მთლიანობის საკითხით, გვეუბნებიან რომ ჯერჯერობით ამ თემაზე ვერ გესაუბრებით, მაშინ უნდა დავდგეთ და დავიშალოთ. არა, ჩვენ გვინდა რომ რაღაც მინიმალური შედეგი მაინც მივიღოთ. აი ეს მინიმალური შედეგი ახლა ერთი შეხვედრით და ორი შეხვედრით ვერ მოხდებოდა, იმედი გვაქვს რომ მესამე შეხვედრა იქნება ის საფუძვლიანი შეხვედრა, რომელიც საბოლოო ჯამში რა ქვია, შედეგი დამთავრდება და თუ არ დამთავრდება, მეოთხე და მეხუთეც მოგვიწევს ჩასვლა. ვინ იქნებიან იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გაემგზავრებიან თქვენი პარტიის სახელით მოსკოვში? ჩვენ მივემგზავრებით ძველი დელეგაციის შემადგენლობით, ანუ ვიქნები მე, იქნება ქალბატონი ადამარშანია და ქალბატონი ნატო ჩხეიძე. ვისთან გექნებათ შეხვედრა?
ჯერჯერობით ზუსტად არ არის ესე ვთქვათ ჩვენთვის ცნობილი თუ ვისთან გვექნება შეხვედრა. შეხვედრა გვექნება ჩვენ როგორც დუმის წევრებთან, ასევე ფედერაციის საბჭოშიც გვექნება შეხვედრა, მაგრამ ზუსტად ძველი შემადგენლობა იქნება თუ დაემატება ახალი დეპუტაცია მათი მხრიდან ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ჩვენი წარმომადგენელი ჩავა 1-2 დღით ადრე და მას უკვე გააცნობენ პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრებთან დაკავშირებულ. თქვენი ფრაქცია ითხოვდა რომ პარლამენტს მიენიჭებინა ამ დელეგაციისთვის ოფიციალური სტატუსი თუ არის ეს საკითხი უკვე გარკვეული პასუხი თუ მიიღეთ უმრავლესობიდან. ჩვენ ოფიციალურად არ მიგვიმართავს პარლამენტისთვის, ანუ წერილით არ მიგვიმართავს, ეს იყო ნათქვამი უბრალოდ პარლამენტში ამას სიტყვიერად არაერთხელ სიტყვიერად გავაჟღერეთ ეს თემა, მაგრამ ბუნებრივია რომ ჯერჯერობით პასუხი არ არის. მე ვფიქრობ რომ არც მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას უმრავლესობა, ვინაიდან მათი მხრიდან მე ესე ვთქვათ მზაობას ვერ ვხედავ რუსეთთან დიალოგისკენ. მადლობა, გიორგი ლომია, ფრაქცია საქართველოს პატრიოტების თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. დღისამები 4 საათზე კი ამით დასრულებულია თქვენ წინგელით საინფორმაციო გამოშვება ეთნაინს ყირვალთან ერთად, საიდანაც დღის სიახლეებს გაიგებთ.